ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა ტესტირება ზოგად უნარებში გაიარეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში პირველ და მეორე სესიაზე დარეგისტრირებული 584 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 27 მათგანი არ გამოცხადდა. ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინასარიძის თქმით, პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ახალციხის საგამოცდო ცენტრი მეხუთე საჯარო სკოლაშია გახსნილი. უსაფრთხოების მიზნით საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის ჯგუფები. საგამოცდო ცენტრები საქართველოს 11 ქალაქშია გახსნილი. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ქიმიის საგნით დასრულდება. ჩაშანდელი აბიტურიენტი ვიყავი და დამაკლა ერთი ფულა. რავი, ეხლა კიდე არ აუშავდა სირთულეებს ეცნელი არ იყო. ყველაფერი ნორმაში იყო და წესის დამიხედვით მიყვებოდა. ეს გამოცდები იყო ზოგად უნარებში, ჩააბარეს სომხურენოვანი, რუსულენოვანმა, ერთი აზერბაიჯანულენოვანიც ყველა სამწუხაროდ რომელიც არ მოვიდა და ქართულენოვანიც. ხოლო მეორე სესია იყო სულ მთლიანი ქართულენოვანი აბიტურიენტებით. დაკომპლექტებული გამოცდა 7 გარემოში ჩაიარა, არანაირ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.